გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 15 მაისია და თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს უტ საქართველოს ნიუსი. ჩვენი გუნდი დღეს მოგიყვებათ პუტინის წინააღმდეგ ახალ ტრიბუნალზე, ოპოზიციის საარჩევნო გეგმებზე და არა მხოლოდ. კიშინევში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა გადაწყვეტილებას რუსეთის პასუხისმგებლობის აღიარებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი უწოდა. მან მოუწოდა სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დაასრულონ ყველა საჭირო ეროვნული პროცედურა სპეციალურ ტრიბუნალში გასაწევრიანებლად. ტრიბუნალი ჰააგაში იმუშავებს და გაასამართლებს მათ, ვისაც მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებებზე. მინისტრებმა ასევე მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურების საერთაშორისო მექანიზმის შექმნას. სპეციალური ტრიბუნალი იურიდიულ რეალობად იქცევა. ძალიან ცოტა სჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ ის დადგა. ერთი წლის წინ ლვივში პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ. ერთი წლის შემდეგ კი უკვე იმპლემენტაციის შეთანხმება გვაქვს. საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის ასეთი სისწრაფე ნამდვილი იურიდიული რეკორდია. ვლადიმერ პუტინი ისტორიაში შევა როგორც დამნაშავე და არა მხოლოდ ის. პუტინმა, შოიგუმ, გერასიმოვმა, ბორტნიკოვმა, ზოლოტოვმა, მედვედევმა, პატრუშოვმა, ლუკაშენკომ და სხვებმა დღეს ჰააგის ბილეთები მიიღეს. საქართველოს ახალი ტრიბუნალის შექმნას მხარს არ უჭერს. მოლდოვაში იმყოფება მაკა ბოჭორიშვილი, თუმცა საქართველოს საბოლოო დოკუმენტზე ხელმომწერებს შორის არაა. ეს გადაწყვეტილება ქართულმა დელეგაციამ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულებით ახსნა. ბოჭორიშვილმა ეს სიახლე ადგილზე მყოფ ქართულ მედიასთან გააჟღერა, თუმცა მანამდე მან კიდევ ერთხელ გამოიყენა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ტრიბუნა ევროპის ორმაგ სტანდარტებში დასადანაშაულებლად. უკრაინაში მიმდინარე ომი ექსპერტების შეფასებით ოცნებასთან აფილირებული სამი მედია საშუალებისთვის მოლდოვაში შესვლის უფლების აკრძალვას გაუთანაბრა. შეგახსენებთ, ამ სამი ტელევიზიიდან ერთ-ერთი TV-იმედი ბრიტანეთის მიერ რუსეთის სასარგებლო პროპაგანდისთვის არის დასანქცირებული. ამავე გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხეზეც ისაუბრა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას და იმის ფუფუნებას მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებს და საფრთხეებს შეუქმნიან ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა დააყენოს საქართველოს გარკვეული გაზრდილი რისკების წინაშე ან გამოწვევების წინაშე. ამ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად ჭირდება გადახედვა, ჭირდება სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში საქართველოში უსაფრთხოების და სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნებასთან მიმართებაში. შეგახსენებთ, წინა წლებში საქართველომ არაერთხელ დაუჭირა უკრაინას მხარი. 2005-ში მან მხარი დაუჭირა უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ორმხრივ შეთანხმების მომზადებას, ასევე 2022 წლიდან დღემდე გაეროს მიერ მიღებულ 5-ზე მეტ უკრაინის მხარდაჭერ რეზოლუციას. ბოჭორიშვილის უარის მიუხედავად, სიბიჰასთან შეხვედრა მოლდოვაში მაინც შედგა. ვაგზელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული ქართულ-უკრაინული დიალოგის განვითარებას, წერს ანდრიი სიბიჰა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ. ორმხრივი შეხვედრა მოლდოვაში შედგა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ფართო ორმხრივი დღის წესრიგი და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს უკვე მეორე შეხვედრაა ბოჭორიშვილსა და სიბიჰას შორის ბოლო 2 კვირაში. ახლა კი დღის სხვა ახალი ამბები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების 6 პირობა ოპოზიციის ალიანსისგან. გაერთიანება იმ ჩარჩოს ასახელებს, რაც არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებლად მიაჩნიათ. კონკრეტულად საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული 6 პუნქტის გარდა აუცილებელ წინაპირობად ოპოზიცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას და რეპრესიული კანონების გაუქმებას ასახელებს. რაც შეეხება 6 პუნქტს, სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული საარჩევნო ადმინისტრაცია, ხმის მიცემის უფლების დაბრუნება ემიგრანტებისთვის, სანდო ტექნოლოგიები, საერთაშორისო აუდიტის ჩართულობა, სიების გახსნა და ამომრჩევლის მონაწილეობის გასაჯაროება, ასევე მათი მოთხოვნაა, რომ საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად საერთო შეთანხმებით შექმნილმა კომისიამ. ოპოზიციის ალიანს ქართული ოცნების შეცვლა მთავარი ამოცანად აქვს დასახული. პირველ რიგში ეს მიგვაჩნია სამართლიანი და თანასწორი არჩევნების
როგორც მთავარი ინსტრუმენტის გზით. მაგრამ სანამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ასევე ის რეპრესიული კანონები უნდა გაუქმდეს, რომელმაც ფაქტურად ჩამოშალა ან ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე მიაყენა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ახლა ეთერში სტუმრის დროა, თბილისიდან გვერდება დიტო ცკიტიშვილი და დღის თემებზე ვისაუბრებთ. გამარჯობა, მადლობა რომ უტესაკართული ნიუსის მაყურებლისთვის დრო გამონახეთ. დავიწყოთ იმ ინიციატივით, რაზეც ახლა მოვისმინეთ, ოპოზიციურ ალიანსმა გააჟღერა თავისი მოთხოვნები, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეფასდეს. მოგესალმებით და პირველ რიგში გილოცავთ, ვთქვათ, ეთერს, იმიტომ რომ დამნიშნულოვანია დამოუკიდებელი ხმის შენარჩუნება. თუნდაც ესეთი ფორმით ქვეყნის გარედან. რაც შეეხება საკითხს, მე იმაში რა თქმა უნდა, თავისუფალი არჩევნები ფუნდამენტია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების და რა თქმა უნდა, მოთხოვნები, რომელიც არის დაყენებული, ბუნებრივია და ლოგიკური. უბრალოდ მე შეიძლება მომესმა, ან შეიძლება ეს ჩემი ინტერპრეტაცია, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ვითარების გარეშე არჩევნებზე იმთავითვე მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას, რაც მე ფიქრობ, რომ არ იქნება სწორი მიდგომა. რა თქმა უნდა, ცალსახად ჩვენი მოთხოვნა ყველას უნდა იყოს, რომ სამართლიანი არჩევნები შედგეს ამ ქვეყანაში, მაგრამ არჩევნების როგორც ესეთის ერთი პოლიტიკური მობილიზაციის ინსტრუმენტი და შემდგომ პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთი გზა, ამის გამორიცხვა არაფრით არ შეიძლება, თუნდაც ავტოკრატიას და ბრძოლაში, იმიტომ რომ ავტოკრატიები უმეტეს შემთხვევაში მარცხდება არჩევნების გზით და არჩევნებში საზოგადოების და პოლიტიკური მოძრაობების მობილიზაციის გზით. ამიტომაც ულტიმატუმის დაყენებით მე ფიქრობ, არ იქნება სწორი, რომ თუ ეს არ ჩატარდება სამართლიანად, სხვა შემთხვევაში ოპოზიცია ეთქვის უარს, მე ფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას სწორედაც რომ აწყობს, რომ რაც შეიძლება მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ უარი თქვას ამ არჩევნებში. ნებისმიერ ხარ იგითი იქნება თუ რიგარეშეში მონაწილეობის მიღებაზე და ამით, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო გაიმყაროს და უფრო მეტი კონსოლიდაცია მოახდინოს თავისი ჰეგემონიური ავტოკრატიის, რაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს გარკვეული სხვადასხვა მიზეზების გავა. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ პარტია და აბსოლუტური უმრავლესობა არ მიიღებს მონაწილეობას, მეორე ნაწილი მაინც მიიღებს და ამის წინაპირობები ჩანს, საბოლოო ჯამში მიიღებთ იმ მდგომარეობას, რაც 4 ოქტომბერს იყო თვითმმართველობის არჩევნებზე და კიდევ უფრო გაიმყარებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართული ოცნება თავის ჰეგემონურ მდგომარეობას ავტოკრატიაში. ახლა მინდა უფრო საგარეო კუთხით დაგისვათ კითხვა, ნახეთ რომ დღეს მხარი არ დაუჭირეთ ახალი ტრიბუნალის შექმნას, თუმცა მანამდე უკრაინასთან მიმართებაში, თუმცა მანამდე ჩვენ ნახეთ რომ 2002 წლის მერე მსუბუქად რომ ვთქვათ, გართულებული ურთიერთობების შემდეგ გარკვეული გადატვირთვასავით მოხდა, ერევანში შეხვდნენ ერთმანეთს კობახიძე და ზელენსკი, ასევე სიბიხასა და ბოჭორიშვილს შორის არაერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა, მათ შორის დღეს უარის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვედრა გაიმართა. როგორ ფიქრობთ, ქართულ ოცნებას რაში შეიძლება სჭირდებოდეს უკრაინასთან ამ ურთიერთობების გადატვირთვა? მე არ მგონია რომ ეს გადატვირთვა ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების მხრიდან, მე ვფიქრობ, მათ უბრალოდ უარი ვერ თქვეს იმ თხოვნას თუ მოთხოვნას, რომელიც უკრაინის მხრიდან მოდიოდა. უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკა ძალიან გასაგებია და მკაფიო, ის ყველა მის თავის ოპონენტს ესაუბრება. ის მზადყოფნასაც კი აცხადებს, რომ პუტინსაც კი ესაუბროს, თუმცა ესაუბრებოდა ისე და ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილ პრორუს ლიდერებს, რომლებიც პერიოდულად ჩადიან და კრემლში შეხვედრებს მართავენ. გულისხმობ ორბანი, გულისხმობ ფიცო და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ეს არის აქტიური სტრატეგიული პოლიტიკა ზელენსკის, რომელმაც გადადგა ეს ნაბიჯი ქართულმა ოცნებამ უარი ვერ თქვა, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ არანაირი სხვა ტიპის ნაბიჯების გადადგმა მათი მხრიდან არ იგეგმება და არ ჩანს, უფრო მეტიც ისინი რაღაცა გარკვეულ პოზაში არიან და მათი პროპაგანდა ასევე აგრძელებს იგივე დისკუსიას, რაც მანამდე იყო, ამიტომაც მე არ ველი გარკვეულ სიახლეებს ამ მიმართულებით, კიდევ ერთხელ უკრაინას აქვს თავისი ძალიან სტრატეგიული ხაზი ესაუბროს ყველას და შეძლებს დაგვარად გაანეიტრალოს ის შესაძლო საფრთხეები ან საბოტაჟი, რომელიც თითოეული ამ ქვეყნიდან შეიძლება მოდიოდეს. მე ფიქრობ, რომ ამის გარდა სხვა დანიშნულება განსაკუთრებული გადატვირთვის არ ქონდა ზელენსკის. ამავე კონტექსტში განვიხილოთ განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ანუ განცხადებების დონეზე ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ ევროინტეგრაცია სურთ. თითქოს რაღაცა ცდილობენ, რომ ზოგადად დასავლეთთან ურთიერთობებზეც უფრო შეარბილონ. თუმცა ამის პარალელურად ადამიანების უფლებების კუთხით ვითარება პრაქტიკულად უცვლელია. ჩვენ ნახეთ, რომ გააქტიურეს ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების ციხეში გაშვება, ხო, მათ შორის გუშინ სტუდენტების დააკავეს, ასევე სახელმწიფო მინისტრი ყოფილი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილიც გაუშვეს ციხეში. აი ეს რა თამაში შეიძლება იყოს?
შეიძლება ეს მოკლედ დაორგა სტრატეგიული ამბივალენტურობა, ანუ მაქსიმალურად ცდილობს რომ აუგნიოს გზა იმ სათვალ ევროპულ და დასავლურ პოლიტიკოსებს, რომელიც გარკვეულწილად აი ამ პროვოკაციულ პროცესზე, პოლიტიკურ პროცესზე შეიძლება წამოეგენ კიდევაც. იმიტომ ერთის მხრივ ისინი კვლავ ინარჩუნებენ ამაზე საუბარს, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ ევროინტეგრაცია რჩება მათი პრიორიტეტი, თუმცა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და კიდევ უფრო მეტის მთლიანად ქართული პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის დღესდღეიდან მოხსნილია გაწევრიანების, ასე ვთქვათ, დღესდღე გაწევრიანების სტრატეგიული ხაზი, ხო? ჩვენ დავინახეთ, რომ სომხეთში ერთი სიტყვითაც კი არ იქნა, თუნდაც ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებზე ნახსენები გაწევრიანება. იქ იყო უბრალოდ ასე ვთქვათ, ფორმა კომუნიკაციის ხელის ჩამორთმევის და გამარჯვების თქმით. მე პირადად ამას ვაკავშირებ იმას, რომ ქართული ოცნება ერთის მხრივ ცდილობს შიდა აუდიტორიისთვის, მათ შორის შეინარჩუნოს ეს გარკვეული პროევროპული ხაზი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის ქართული ოცნების ხარდამჭერების, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის მიუხედავად ძალიან მასიური პროპაგანდისა, ანტიევროპული პროპაგანდისა. მეორეს მხრივ ეს არის გარკვეული კომუნიკაცია და შეგახსენებთ მე, რომ აბუ-დაბის და დუბაის ეკონომიკურ ფორუმებზე იქ ხაზგასმით საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, რომ საქართველოს ინარჩუნებს ევროპულ კურსს და ეს მათთვის როგორც ჩანს არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, არა რომ გარკვეული ბიზნეს ჯგუფები, მათ შორის ოფშორული კომპანიები იქნება თუ რუსული ფული თუ შავი ფული, მათთვის მომხიბლელი დატოვონ საქართველოს, იმიტომ რომ თუ საქართველოს მთლიანად გადაიქცენ აცრისფერ ზონად, მაშინ ის გარკვეული ინვესტიციებისთვისაც არის არა საინტერესო. შესაბამისად, იმისთვის რომ რეჟიმმა თავისი მდგრადობა შეინარჩუნოთ, მათ ჭირდებათ გარკვეულ ეტაპზე დოზირებულად მონაწილეობა საერთაშორისო რეგიონულ პროექტებზე, როგორც არა სტრატეგიული ხაზით, რაც გაწევრიანებას ნიშნავს, არამედ ტრანზაქციული ურთიერთობები და ამაზე ხშირად იყო საუბარი, თუ არ ვთქვი, ბოლო პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაც საუბრობს, რომ საქართველოს გეოგრაფია შეუცვლელია, რომ საქართველოს შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს და შესაბამისად რეგიონულ პროექტებში ადრე თუ გიან ევროკავშირი მივა მათთან და ამ პროექტებს განახორციელებს. ამიტომ ეს ორმაგი თამაში მათ აძლევს საშუალებას, როგორც გითხარით, ერთი საზოგადოებაში შემოიტანოს ბუნდოვანება, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში და საინვესტიციო კუთხის შეინარჩუნონ გარკვეული, ასე ვთქვათ, ბუნდოვანება და საბოლოო ჯამში გარკვეული ფინანსური რესურსებით უზრუნველყონ რეჟიმი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში თავისი რეჟიმის მდგრადობისთვის. დიდი მადლობა საინტერესო მიმოხილვისთვის. მაყურებელს შევახსენებთ თბილისიდან გვერდებოდა პოლიტიკოსი დიტოს კიტიშვილი. ახლა კი კიდევ ერთი პრობლემური საკითხის შესახებ ადამიანის უფლებების განხრით. ავღანეთის, კენიის და ზიმბაბვეს გვერდით საქართველო. Freedom House-მა იმ ქვეყნების ნუსხა განაახლა, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტრანსნაციონალური რეპრესიების მექანიზმებს იყენებენ, მათ შორის მოხდა საქართველო. რა გახდა ქვეყნის ამგვარი მძიმე შეფასების საფუძველი და როგორ თანამშრომლობს თბილისი ავტორიტარულ რეჟიმებთან კრიტიკოსების დასასჯელად. Vote საქართველო News-ი ანგარიშის ავტორებს და უფლებადამცველებს ესაუბრა. ნინო ვარძელაშვილი მოგვიყვება მეც. ავღანეთის, ბენინის, კენიის, ტანზანიისა და ზიმბაბვეს გვერდით Freedom House-მა საქართველო იმ სახელმწიფოთა ნუსხაში შეიყვანა, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტრანსნაციონალური რეპრესიების მექანიზმებს იყენებენ. რა გახდა ქვეყნის ამგვარი შეფასების საფუძველი? ამ კითხვით Vote საქართველო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. Rendition of Georgi Bachiashvili. გიორგი ბაჩიაშვილის საქმე გახდა მიზეზი, რის გამოც საქართველოს წლევანდელ ანგარიშში მოხვდა. ეს შემთხვევა გავს რენდიციას, როდესაც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებენ და პირი ყოველგვარი სამართლებრივი პროცესების გარეშე გადახავთ საკუთარ ქვეყანაში. დევნილი სახელმწიფოს გარდა Freedom House-ი საქართველოს აკვირდება როგორც მასპინძელ ქვეყანას, იმ პირებისთვის, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმებს გამოექცნენ. ანგარიშის თანაავტორის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიკოვის საქმე, მისი დეპორტაციის პროცესი, რომელიც ქართულმა მხარემ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტის წინადღეს განახორციელა. მეორე დღეს კი ივანიშვილმა ალიევს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. I think one of the more troublesome incidents that we've seen so far in 2026 was the როგორც ჩანს 2026 წლის აპრილის დასაწყისში საქართველომ და აზერბაიჯანმა ექსტრადიციის პროცედურა ფორმალურად შეწყვიტეს, რამაც ქართულ ხელისუფლებას საშუალება მისცა სადიგოვი არა ამ გზით, არამედ დეპორტაციის მექანიზმით გაიყვანა ქვეყნიდან. ასე გვერდია უარეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს, როგორ თანამშრომლობენ მთავრობები ერთმანეთთან კონკრეტული პირების წინააღმდეგ. ტრანსნაციონალური რეპრესიების შემთხვევებს სწავლობს ორგანიზაცია სამართლიანობა საქართველოსთვის. მათ ბოლო ანგარიშში მოხვდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ, საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციაც. პოლიტიკოსმა საკუთარ საქმეში ინტერპოლის არხებით წარმოებული კომუნიკაცია იპოვა, სადაც საქართველოს პროკურატურა თურქ კოლეგებს მიმართავდა.
საინტერესოა სანახავი იდეო პრაქტიკას ხო არ იყენებდა, რასაც რუსები იყენებდნენ, როდესაც ისინი კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში იმას კი არ წერდნენ, რომ ეს რაღაცა პოლიტიკოსია და ამის გამომდევნითო. ცხადე წერდნენ რაღაცა, რომ ვითომ ასაა კრიმინალური წასვლა და რაღაც კრიმინალი აქვს ჩადენილი და ვითომ ამის გამო ეძებენ და რაზეც ისინი ახერხებდნენ მე მყისიერ რეაგირებას. ეს არის სწორედ ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს იწყებს და უკვე აკეთებს ტრანსნაციონალურ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. რეგიონში სასაზღვრო კონტროლის აშკარა გამკაცრება ორი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. მკვლევრებს უდასტურებს, რომ სახელმწიფო ავტორიტარული რეჟიმების მოწინააღმდეგეებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს აღარ წარმოადგენს. მათ შორის საქართველოში არ შემოუშვეს ვლადიმერ პუტინის მიმართ კრიტიკული დოჟდის ჟურნალისტები. ჩემი ნათესავი არ დავასახელებ ახლა არ შემოუშვეს საქართველოში, რუსეთის მოქალაქეა და ჩემმა წყაროებმა გადმომცეს, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ მე წერდი კრიტიკულ პოსტებს Facebook-ში საქართველოს მთავრობის შესახებ. არაერთხელ მომხდარა ჩვენ შემთხვევაში მიხაილ ფიშმანი ჯერ კიდევ ომის დაწყების დროს არ შემოუშვეს საქართველოში იმ დროს როგორც მესმის საქართველოს მთავრობას განსაკუთრებით ეშინოდა იმის რომ რუსეთს გააღიზიანებდა ამა თუ იმ ადამიანის შემოშვება ქვეყანაში ამის გარდა კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს შეემთხვა იგივე კითხვებით მივმართეთ ქართულ ოცნებას, მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ტრანსნაციონალური რეპრესიები ქვეყნის შიგნით დაწყებული პროცესების გაგრძელებაა საერთაშორისო მკვლევრებისთვის. აქტიური პროტესტის ფონზე ქვეყანა უფრო აგრესიული ხდება ოპონენტებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ. უკრაინაში გლოვის დღეა. 24 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსეთის ბოლო მასირებულ ავიაერიშს. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. ამასთან დაშავდა 48 ადამიანი. სამაშველო საძიებო სამუშაოები 28 საათზე მეთხანს მიმდინარეობდა. დაზარალებულ საცხოვრებელ კორპუსთან უკრაინის პრეზიდენტი მივიდა, მან მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. 13-14 მაისს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჯამში 1500 დრონი და 56 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა. უპილოტოების ჩამოგდების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, თითქმის 95%, თუმცა უკრაინის აერსაწინააღმდეგო ძალებისთვის განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტები ამ დრომდე რთულ სამიზნეებს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ვოლოდიმერ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას ამ მიმართულებით დახმარების გაზრისგან მოუწოდებს. ტყვეთა გაცვლის ახალი ეტაპი 205-205-ზე. ინფორმაცია პირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. მოგვიანებით კი უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა. კრემლი ამბობს, რომ გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა. უკრაინული მხარე კი ამერიკასთან მიღწეული 1000 გაცვლის პირველ ეტაპად აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ამჯერად მხარეებმა ის სამხედროები გაცვალეს, ვინც პრაქტიკულად ომის პირველი დღეებიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ ირჩევთ საქართველოს ნიუს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.